საკითხი დგას, რა არის ცნების საფუძველი. სოკრატე ამბობს, არ შეიძლება იყოს გარეგანი რეალობა, ჩემს სულში ამის დაშვება ძალიან ძნელია, მაგრამ მე ესე იგი ჩემს სულში რომ წყარო ამისი დაუშვა ძალიან ძნელია, მაგრამ მე სხვაგან გასვლის უფლებას არ ვაძლევ ჩემს თავს. პლატონმა მიცა ამის უფლება თავს და დაუშვა იდეათა სამყარო. თუ რა მნიშვნელობა ქონდა ამ დაშვებას, შეიძლება გავიგოთ დიოგენე ლაერტიუსის ცნობილი ფილოსოფოსთა შეხედულებიდან, იქ ამბობს ერთ შეხედვით უცნაურ დებულებას. ფილოსოფოსობა ნამდვილად პლატონიდან დაიწყო. ესე იგი, ნამდვილი ფილოსოფოსობა. რატომ? მარტივად იმიტომ, რომ პლატონმა დასვა საკითხი, რა არის არის, რომ ავიღოთ, რომ ეს არის, რას ნიშნავს. და პირველი სახელი, ასე ვთქვათ, განმარტება ეს არის, რომ უნდა დაუშვა ნამდვილად არსებული. ეს არის კონკრეტულად არსებული, შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყოს, ხოლო ის რის საფუძველზეც ეს კონკრეტულად არსებული არის, არიან იდეები, ესე იგი, უცვლელი, უძრავი, მაგრამ როცა ამბობდა უცვლელი, უძრავი და მარადიული პარადიგმები, ესე იგი, მიზნები, ეს ახალგაზრდა პლატონი იყო. ესე იგი, მე მაგათი პირდაპირ ვერ დავიწყებ გამოქვაბულის მისდელაპარაკს, თუ გარკვეული შესავალი არ გავაკეთებ. ესე იგი, პლატონს სხვადასხვა პერიოდი აქვს, ჩვეულებრივად 5 პერიოდად ყოფენ, ზოგი განმკლევარი მეტად, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ერთი ძალიან აშკარაა. ფედონის პლატონი, ესე იგი, ახალგაზრდა პლატონი ამბობს, თუ კაცმა რაიმე იცის, სხვისთვის გაგებასაც მოახერხებს და გაგება ადამიანს შეუძლია. ხოლო ბოლო პერიოდის, აი წერილების პერიოდის, კანონების პლატონი უკვე, ასე ვთქვათ, გარკვეულ შიფროგრამას მიმართავს და ზოგიერთი ითქმის, რომ რაც დამიწერია, ის მართლა არ გაიგოთ, რომ ჩემი ნაწერია. და ერთ-ერთ წერილში ასე ამბობს, აი მე როდესაც ვიწყებ წერილს, ну რაღაც სიტყვებით, ესე იგი მე წერ, ასე ვთქვათ, იმ ეზოთერიულ ცოდნაზე. როცა ჩვეულებრივ სხვა დიალოგების მსგავსად ვიწყებ, ესე იგი ეს არის შეიძლება ვთქვათ კათაკმეველთათვის, რომლებიც არ არიან ზიარებულნი ჯერ. ესე იგი ძალიან დიდი განსხვავებაა დასაწყისში ოპტიმისტ, რაციონალურ პლატონთან და ბოლოში როდესაც პლატონს საერთოდ გაგონებაც არ უნდა ვთქვათ ასაფრის თეორიის. ასაფრის თეორია ცხადია მარტო მატერიალისტური არ არის, იდეების ასახვაც ასახვაა. ну აი ამ შესავლის შემდეგ შეიძლება გადავიდეთ გამოქვაბულის მიზზე, უნდა მოგახსენოთ რომ აი პლატონოლოგიას რო გადავხედოთ, აი პლატონის ინტერპრეტაციები და სხვას, ამ მითის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ყურადღება გამახვილებული იქნა მხოლოდ ჰაიდეგერის შემდეგ. მანამდე, თქვა ცელერი, ეს დიდი სპეციალისტი ანტიკური ფილოსოფიის, უბრალოდ ამბობს, რომ ეს მითი მას დაჭირდა იმის საჩვენებლად, რომ შემეცნება უნდა იყოს ასახვა, ხოლო ასახვა ძალიან ძნელია. აი ასახვის წინაშე მდგარი სიძნელეები. ну შუა საუკუნეების მოაზროვნეებით ასევე იტყვია, რომ აქ ჩანს ადამიანური ცნობიერების შეზღუდულობა. თქვათ რასელი ცოტა უფრო შორსწავა, ყოველთვის ძალიან კაცრია განსაკუთრებით პლატონის მიმართ, მაგრამ ყოველთვის აზრიანია. ის ამბობს, რომ აი ეს გამოქვაბულიდან ვინც თავს დააღწევს, ესენი არიან ისინი, ვინც დაამთავრა სწავლა, ესე იგი 50 წლის მერე რო დაბრუნდებიან და ანათლებენ ხალხს. ну ასეთი შეიძლება მეტი, შეიძლება ნაკლები უფლებით გამოთქმული შეფასებები მრავალია, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მითმა მიიღო ჰაიდეგერის შემდეგ და მე ეხლა მოგახსენეთ, რომ დიოგენეს აზრით პლატონმა დაიწყო ფილოსოფოსობა, მაშინ პლატონი დაიწყო ფილოსოფოსობა, იმიტომ რომ მან დასვა არსებითი საკითხი, რა არის არის და რა არის ნამდვილი არის.
ამას მეუკავშირებ ჰაიდეგერის ძირითად პრობლემას ყოფიერებასა და დროში. ის ევროპულ აზროვნებას ავალებს, აბრალებს ყოფიერების დავიწყებას. ზაის ვერგესი. ერთ შეხედვით გაუგებარია მთელი ევროპული აზროვნება, აი პლატონიდან დავიწყოთ, სულ ლაპარაკობს ყოფიერებაზე, ზაიმზე, ყოფიერებაზე, მაღლა მდგომზე, ყოფიერებაზე დაბლა და ჰაიდეგერი ამბობს, რომ ეს არ არის ზაინი, ეს ყველაფერი არის ზაიენდე, ყოფიერი. მის საფუძვლად დევს ის, რაც იმსახურებს ამ სახელს, რასაც პლატონი უწოდებდა ნამდვილად არსებულს, ონტოსონს და ეს წარმოდგენილია მითში, ზოგიერთ თქვენგანს მეს ვანახე, სამწუხაროდ ვინც ეს დახატა არ მახსოვს იმ კაცის არც სახელი არის გვარი, შემთხვევით დავესწარი ლექციაზე და ეს დაგვირიგა უბრალოდ. მაგრამ მე მგონი მაინც განმარტებისათვის სასარგებლოა. პირველ რიგში არის ადამიანები, როგორც პლატონი ამბობს, მიჯაჭვული, თავს ვერ მოაკვდინებენ, უყურებენ მხოლოდ ეკრანს. ეკრანზე კი არის გამოქვაბულის კედელზე, როგორც ეკრანზე, არის რაღაც გამოხატულებები, ცხოველების, რაღაც საგნების და სხვა, რომლებიც სინამდვილეში კედლის უკან, რომელსაც ვერ გადახედავენ, ამ კედლის ზევით ვერ გადახედავენ გამოქვაბულის ადამიანები, დადიან ხალხი და დააქვს ეს ქანდაკებები. ძალიან ასე ვთქვათ, რთული სიტუაცია არის იმის მიხედვით, თუ რამდენი რამ ეღობება ადამიანს რეალურად, რაც არის იმის გასაგებად. თან ის რაც არის, ის კიდე არ არის რეალური. ესე იგი, გამოქვაბული ადამიანები, ან რაღაც არსებები, რომლებიცაც დააქვთ რაღაც საგნები, მათი გამოსახულება ეკრანზე და ამ ადამიანებს სხვა არაფერი წყარო არ აქვთ, რომ თქვა თავიანთი მსოფლმხედველობა ააგონ, თავიანთი მითი შექმნა. ერთადერთი წყარო არის მათთვის მოცემული გამოცდილება. როგორღაც ხდება, რომ ვიღაცა თავს დააღწევს გამოქვაბულს, გამოვა მზის სინათლეზე და პლატონი იწყებს ანალიზს ჩვეულებრივ იმისა, თუ როგორ ეჩვევა ადამიანი მისთვის უცნობ სინამდვილეს. ესე იგი, მას რაც ეგონა ის იყო აჩრდილი, გნებავთ მოჩვენების მოჩვენება, რაც მან დაინახა, ეს არის სამყარო ახალი, სადაც სინათლეს უნდა შეაჩვიოს თვალი, შემდეგ ის თანდათან, პლატონი ამბობს, თანდათან მზესაც გაუსწორებს თვალებს. და ეს აქ არის უჩანს ადამიანი, რომელიც გამოქვაბულიდან გამოვიდა და მიდის მზისაკენ, ის აქ არ გაჩერდება. და თანდათან ბოლოს ეჩვევა მზის ხედვას. ერთ-ერთი ინტერპრეტაციით ეს არის ასახვის თეორიის წინაშე მდგარი სიძნელეების ნათელყოფა და თუ ჩვენი კულტურის და ჩვენი უნივერსიტეტის ერთგულ მეგობარს მოიზიშს დაუჯერებთ, მან გამოქვაბულის მითზე სპეციალური ნაშრომი დაწერა 2 წლის წინათ, ის ამბობს, რომ იდეათა სამყაროზე და იდეებზე პლატონი სახელმწიფოში ყველაზე ნაკლებად ლაპარაკობს.